სახირას და კაცმოყარე. ამინ, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გააკურთხოთ, ღმერთმა გააგაძლიეროთ, შეგეწიოთ დღევანდელი დღის ზალი და მადლი. ვისაც სამსახურებში გეჩქარებათ, არ ცოდვა და დანაშაული არ იქნება. შეგიძლიათ მიბრძანდეთ, სულ აი 10 წუთიანი მცირედი ქადაგება უნდა წავიკითხო, მაგრამ ვისაც ეჩქარება, შეგიძლიათ მიბრძანდეთ სამსახურებში. შეგეწიოთ დედა ღვთისმშობელი, გააკურთხოთ, ფარავ დედამ, მისი მეუხებით ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენი ოჯახები და სრულიად საქართველო. დღევანდელი დღე არის დასაბამი ყველა სხვა დღესასწაულებისა. ხარება, რომელიც ეუწყა ღვთისმშობელს, ასევე კაცობრიობას ეუწყა, რომ ცოდვით დამძიმებულ კაცობრიობას ეუწყა, რომ აი ეს მოლოდინი, რომელიც ქონდა კაცობრიობას, რომ მოვიდოდა მხსნელი, რომელიც ადამიანს გამოისყიდდა, ადამიანს გაანთავისუფლებდა ცოდვების მონობისაგან, ზუსტად ამ დღის დასაბამი არის დღევანდელი დღე. რომ ცოდვით დამძიმებულ ქვეყნიერებისათვის ყოველივე სიკეთის დასაბამად ის დღე იქცა, როცა ყოვლადწმინდა ქალწულს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. ანუ რატო დღესასწაული, აი რაღაც თითქოს ადამიანი რაღაც სანუკვარს რომ მიიღებს და თითქოს აი მთელი სიხარულით რომ რაღაც გულიდან ამოიღებს, რომ ამოიოხრავს, რომ რაღაცა ცუდი რჩება უკან, ცუდმა ჩაიარა. ხო ყოფილა ცხოვრებაში რომ განსასწრელი და აი რომ გადადის განსასწრელი უკვე რაღაც სიხარული და იმედით უყურებ უკვე შემდგომ მომავალს და ადამიანი ჯოჯოხეთში იყო. წარმოიდგინეთ, როგორ მამებზია საუბარი, რომლებიც ღვთის მეგობრებად იწოდებოდნენ, მაგრამ მათ ისინი სამოთხის ნეტარებას არ განიცდიდნენ. წარმოიდგინეთ, რა დიდებული განძი ქონდა ადამიანს დაკარგული სამოთხის საშუალებით, მაგრამ ვერანაირი წმინდა ადამიანი ამ სამოთხეს ვერ დაიბრუნებდა. ვერანაირი წმინდა ადამიანი ვერ გაიღებდა იმას, რომ ღმერთს შეენდო და აპატია, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ამ ცოდვის, ყველა ადამიანს ეცხოს ამ ცოდვის ჩირქი და უცოდველი აქ არავინ აღარ იპოვებოდა. აბა ვიღაც უნდა ყოფილიყო და ვიღაც უნდა ეთქვა ღვთისათვის, რომ სამოთხე დაებრუნებინა გარდა უცოდველ ადამიანს. და წარმოიდგინეთ, რა შვრება ღმერთი, როგორი გონებით, სიტყვით, ანგელოზნიც ვერ წვდებიან ამ საიდუმლოს. უყურებენ საიდუმლოს, მაგრამ ვერ წვდებიან. ღმერთმა რა გააკეთა კაცობრიობისათვის, ღმერთმა რა გააკეთა ადამიანისათვის და ნუ ვიფიქრებ ზოგადად, ფიქრობდეთ ღმერთმა რა გააკეთა ჩვენთვის, აი კონკრეტული პიროვნებებისათვის რა მოიმოქმედა და ღვთის მადლით, როდესაც ეს ხსოვნა აქ ადამიანს, რომ ღმერთი შენთვის მოდის, კონკრეტულად ჩვენთვის. არა მგონია, რომ ეს რომ დაივიწყოს ადამიანმა, რომ არ დაივიწყოს უпростоრად, ღმერთს უღალატოს, ზურგი აქციოს, ეკლესიიდან წავიდეს, რაღაც უღირსებით იცხოვროს, გამორიცხულია. ეს რომ გვახსოვდეს კარგად, მაგრამ უბედურება რა არის, ეს გვავიწყდება. რა ძვირფასები ვართ, რა ძვირფასი სული აქვს ადამიანს, იმიტომ რომ ღმერთი ამ სულისთვის ყდება. რა ძვირფასი ადამიანი ღვთისათვის, ეს რომ გვახსოვდეს, ამიჯერეთ უერთგულესები ვიქნებით ღვთისა და ჩვენი რწმენისა და სწორი ნაბიჯებით ვიცხოვრებთ. ამ დღეს არა მხოლოდ ღვთისმშობელს, არამედ მთელ კაცობრიობას ემცნო, რომ სახიერმა ღმერთმა თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარებით ცოდვის ტყვეობაში მყოფი ადამის მოდგმის გამოხსნა ინება. ეს არა მარტო ღვთისმშობელს მიემადლებოდა და მიემართებოდა, როგორც ვახსენეთ, ეს ხარება არამედ თითოეულ ჩვენგანს კაცობრიობას ეხარა, რომ მოვიდოდა მხსნელი, რომელიც გამოგვისყიდდა ცოდვების და ჯოჯოხეთის მონობისაგან. უფალი გაანკაცდა, სიტყვა იგი ხორციელი იქნა, როგორც წერია თვითონ სახარებაში იოანესთან, რომ სიტყვამ, ანუ ძეღმერთმა ხორცი შეისხა. საიდან მიიღო უფალმა ეს სხეული? ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაგან. ეხლა ვკითხულობთ, რამხელა მეუხი არის დედა ღვთისმშობელი ჩვენი, რამხელა იმედი არის ჩვენი და კიდევ რომ იმედობაში ვართ, ეს ჩვენი ძალიან მცირედ კი არ შეიძლება ურწმუნოების და გამო. ეხლა რასაც წავიკითხავთ, ნახავთ ღვთისმშობელი როგორ უდგა კაცობრიობას გვერდზე.
და როგორი იმედი და სასუება უნდა დავამყაროთ მასზე. საიდან მიიღო უფალმა ეს სხეული, ანუ საიდან განკაცდა უფალი? ვისი სხეულიდან, ვისი წიაღიდან? ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისაგან. მაშასადამე იგი ყველაზე უშუალოდ მონაწილეობს ჩვენ სხოვნებაში. ანუ მან მოგცა, მისგან წამოვიდა მაცხოვარი. მაშინ როცა ანგელოზები ჩვენი ხსნას მხოლოდ გარეგანად შეეწევიან, მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი ლოცვებით, თავიანთი მადლით. ყოვლადწმინდა ყველა ქერუბიმებსა და სერაფიმზე უპატიოსნესია და აღმატებული. ანუ ანგელოზი და ყველა სხვა წმინდა ადამიანი შეგვეწევიან, რა თქმა უნდა, გარეგნულად შეეწევიან ჩვენ როცა მიუმართავთ ლოცვით. მაგრამ ღვთისმშობელი ანგელოზებზე და ყველა წმინდაზე აღმატებულია. ის არის დედა ღვთისა, ის არის განკაცებული ღმერთის დამტეველი. ესეც არაა საკმარისი. ჩვენ უწყვით, რომ წმინდა ზიარების გარეშე ცხონება არ ძალგვიც. უკვე თუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისა ამბობს უფალი და სხვა ცისხლი მისი, არა გაგვთეს ცხოვრებაი თავთა შორის თქვენთან. ანუ ესეც იოანეს სახარების მე-6 თავიდან არის, თუ ჩემ ხორცს არ შეჭამთ, ჩემ ცისხლს არ დალევთ, ჩემთან არანაირი წილი, არანაირი ერთობა, არანაირი ურთიერთობა არ გექნება. ანუ ხშირად მოუწოდებთ ხოლმე ხო ადამიანებს, რომ წირვაზე მოდიხართ, აქ ხართ, შეიძლება თვეობით წირვას ესწრები და არ ეზიარები. ეს ჩვენ დასასჯელად იქნება მე ეს სიტყვები, რომ პირდაპირ ვისმენთ, რომ თუ არ ეზიარები, თუ არ შეჭამ ჩემ ხორცს, არ დალევ ჩემს ის, ჩემთან ერთად არანაირი წილი არ გექნება. მაგრამ უფალი ხო გვეუბნება, მიიღე ჩემი ხორცი, მიიღე ჩემი სისხლი. და საიდან არის მისი სისხლი, საიდან არის მისი ხორცი? ეს ხორცი ქრისტესი, რომელიც ჩვენ წმინდა ევქარისტიათი ვიღებთ, ყოვლადწმინდა ქალწულისგან არის. ანუ როგორ უშუალოდ მონაწილეობს დედა ღვთისმშობელი ჩვენ სხოვნების საქმეში. ამიტომაც მისი მადლი, მისი ლოცვითი კადნიერება ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ყველა ანგელოზისა და ყველა წმინდანის ლოცვასთან ერთად აღებული. ანუ რაც ვახსენეთ, ანგელოზებზე და ყველა წმინდანზე აღმატებული ღვთისმშობლის მეუხება ღვთის წინაშე. ამიტომ მისი მადლი, ღვთისმშობლის ღვთიური დიდება და აქედან მომდინარე გამოუთქმელი სიხარული მთავარ ანგელოზი გაბრიელისაგან რომ ემცნო, კიდევ უფრო საცნაური გახდა მიძინების შემდგომ. ეს აშკარად ჩანს ღვთისათნო წმინდანებისადმი ჩვენება გამოცხადებებში. ანუ ეს არის საუბარი ამაზე, როცა ღვთისმშობელი ზეცად ამაღლდა უკვე და ზეცად ღვთის წიაღში არის და ღმერთთან ყველაზე ახლო მდგომია. განსაკუთრებულად მეუხობს და განსაკუთრებულად შუამდგომლობს კაცობრიობას და მისდამი ვედრებელთა და პატივისცემელთა ძისწავლებისა. აი ღვთისმშობლის ერთი ფრაგმენტი გავიხსენოთ, როდესაც კანას გალილეაში ქორწილია და ღვინო გამოილება. ის ხომ შუამდგომლობს ხალხის წინაშე, ეს ერთ-ერთი პირველი მაგალითია. ღმერთთან, ქრისტესთან, თავის ძესთან შუამდგომლობს კაცობრიობას, რომ რაღაცა გამანო ყოფადისთვისაც კი შუამდგომლობს. მაგრამ ეს შუამდგომლობა რომ მიიღოს კაცობრიობამ, რას ეთქვით ღვთისმშობელი სახარებაში რა წერია, რასაც გეტყვით ის შეასრულეთ. ქრისტეზე ამბობს, ნახე, ეს ერთგვარი ჩვენთვის დატოვებული ანდერძივით არის. რასაც გეტყვით ძე, ის შეასრულეთ. ანუ აქ გმართებს ჩვენ ზუსტად სახარებისეული მცნებებით ცხოვრება, რასაც ძე მეუბნება, ის რო შევასრულო და აი მას რო შევასრულო, დედა ღვთისმშობელიც ჩემთან იქნება. დედა ღვთისმშობელიც მიშუამდგომლებს, იმიტომ რომ პატივს მივაგებ მის ძეს, მისგან შობილს, ვასრულებ მის მცნებებს და რა თქმა უნდა, განკაცებული ღმერთს ვემორჩილები და შესაბამისად ამით ღვთისმშობლის პატივის მიმგები გამოვჩნდები. აშკარაა თუ როგორი გულმოდგინებით უნდა ვესწრაფოდეთ მის ლოცვით შუამავლობას, წინაშე ღვთიური საყდრისა. იგი ხომ ქრისტეს შემდგომ ჩვენი უპირველესი შემწია, ზრწიან მის წინაშე ყველა ჩვენი უბედურების მთავარი დამნაშავენი, დემონები. ისინი არათუ მის სიახლოვეს ვერ ჩერდებიან, არამედ მისი სახელის ხსენებაზეც კი გარბიან. ამიტომ ხშირად გმართებს, როდესაც მოგიწოდებ დღის განმავლობაში ვიფიქროთ ღმერთზე, ვილოცოთ. არ არის მარტო ლოცვა, რომ სიტყვაზე დილი დაუდგები ვილოცებ საღამოთი, რა თქმა უნდა, ლოცვა ჩვენს მადლიერებას აღულენ, ჩვენ სვერპლად წირავთ, ჩვენ ლოცვებს, გულს, გონებას, მაგრამ აი დღის განმავლობაში უნდა მახსოვდეს ღმერთი. ლოცულობდე იესოს ლოცით, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე, შრომობ, ჭამ, სამზარეულოში აკეთებ, ალაგებ, მუშაკობ, აშენებ, მედიკოსი ხარ, რამეს სხვა სამსახური,
დღის განმავლობაში შეგიძლია რომ ეს ლოცვა სუგონებაში გქონდეს და ასევე ყველას დიდი მეუხის რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო გვაცხონე ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო შეგვეციე გვაცხონე ჩვენ აი ეს ლოცვა იესო ქრისტეს სახელის მოხმობა და ღვთისმშობლის სახელის მოხმობის და სახელის წინაშე როგორც თქვით დემონების კი ზრწიან არ თუ მის სიახლოვეს არ ჩერდებიან არომით მისი სახელის გაგონებაზეც კი ზრწიანო დედა ღვთისა ჩვენი უპირველესი შემწე ცოდვათაგან და ვნებებთან ბრძოლაში ანუ გინდა რამით ცოდვის ვნების დაძლევა ღვთისმშობელს მიმართ და ღვთისმშობელმა შეუძლებელი შეძლო ანუ ღვთის მადლთა ძალით დაუტევნელი დაიტია და რა თქმა უნდა შეუძლია რომ გონია ჩვენ რომ რაღაცა შეუძლებელია ჩვენ ცხოვრებაში ის შეუძლებელი ღვთისათვის მე რა თქმა უნდა ღვთისმშობლის მეუხებით არაფერი არ იქნება შეუძლებელი და მის მეუხებას და მის ლოცვას ყოველივე შეუძლია და ეს ყველაზე მთავარი შეგვეწევა ცოდვებთან ბრძოლაში ყველაზე დიდად რაც გვიშლის ხელს ცხოვრებაში ამ ქვეყნიურათა და სულიერათაც რაც მართლებს სათას ასწრებს მაგაში განსაკუთრებულად შემეწევა რომ ხო დედა ღვთისმშობელსო გავძლიერდეთ სულიერად და ვებრძოლოთ ჩვენ დაცემულ ადამიანს იგი ყველა სნეულებათა უპირველესი მკურნალია და მხსნელია ყოველთა უძლურებებისაგან ოღონდ კი ყოვლადწმინდასთან ვიყოთ მისთამი გულმოდგინი ლოცვებში ოღონდ კი მუდამ მის დედობრივ საფარველს ვესწრაფოდეთ მტკიცერ წმენით ხაზგასმით მტკიცერ წმენით არა იმით რომ არ შეუძლია არამედ მტკიცერ წმენით რომ ეს თუ ჩემთვის შესაძლებელია აუცილებლად მომაგებს დედა ღვთისმშობელი და არც ერთი ჩვენი ლოცვა უკვალოდ არ გაქრება იგი არა მარტო მიწიერი ცხოვრებისას გამოგვიხსნის ყოველგვარი ბოროტისაგან არამედ ჩვენთან იქნება ამას სოფლიდან ჩვენი გასვლის ჟამსაც ანუ როდესაც განვადიდებთ როდესაც მისი სადიდებელი ყოველთვის ბაგეზე გვექნება დედა ღვთისმშობელი ზეცაში გვიშუამდგომლებს და წარგვანდგენს მისი ძის წინაშე ქრისტეს წინაშე რომ აი ეს მადიდებდა მე აი ეს შენ სიტყვას ასრულებდა და გთხოვ რომ დაამკვიდრო იქ სადაც ჩვენ ვარ და სადაც ეს მარადიული სიკეთი არის ამაზე ერთი მაგალითია ერთ-ერთ ადამიანს რომელსაც დიდი ძალა არ ქონდა სულიერი ცხოვრებისა, მარხვისა, სხვადასხვა ლოცვებისა, მუხდრეკისა და ასევე არ ქონდა იმის საშუალება რომ ფინანსური დახმარება აღმოეჩინა ხალხისთვის ეს ერთ-ერთი დიდი სათნოებაა, როდესაც ზრუნავ შენ ადამიანისათვის სიყვარულიდან გამომდინარე მას ქონდა ჩვევათ რომ ან ვიღაცისთვის, ან თავისთვის, ან რა ცხონებისათვის კიდე რა თქმა უნდა განსაკუთრებულად ჩვევათ ტრადიციად რომ ღვთისმშობლის დაუჯდომელს კითხულობდა. შეიძლება დღეში რამდენჯერაც კი წაეკითხა და განედიდებინა ღვთისმშობლის დაუჯდომლით დედა ღვთისმშობელი, იმიტომ მოგეხსენებათ რომ ლოცულობ ღვთისმშობელს და როგორც დოგმატური საკითხებია ჩაწერილი, ასევე განსადიდებელები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ამით გატარებდა მთელ ცხოვრებას. და როდესაც გარდაიცვალა, ერთ-ერთ იმ პერიოდში წმინდა მამას ეუწყება მისი სულის ხვედრის შესახებ და ხედავს მის მსჯავრს, რომ არის წარმდგარი ღვთის წინაშე და ეშმაკები ცდილობენ რომ წარმოუდგინონ მისი სისუსტეები და თავიანთ კერძად გაიხადონ, ანუ ჯოჯოხეთის კერძად გახადონ და ამ დროს ანგელოზნი იხსენებენ რას რომ და ხმამაღლა იტყვიან რომ შეხედეთ მის ბაგეს დედა ღვთისმშობლის დიდება აქვს მის ბაგეებზე დედა ღვთისმშობლის დიდებაა მის ბაგეებში და მის გულშია დედა ღვთისმშობლის სიყვარული და ის არათუ ჯოჯოხეთის და წყვილის არამედ სამოთხის ღირსია და ამით ცხონდება და გადარჩება ადამიანი რომელსაც აი ეს წესი ჰქონდა ღვთისმშობლის განსადიდებელი და აი რაც აქამდე თქვით რამხელა მეუხება აქვს დედა ღვთისმშობელს და როგორ ითვალისწინებს განკაცებული ძე ღმერთი თავისი დედის რომელმაც ითვირთა ხორციელად რომელმაც ხორციელად მოავლინა ამ ქვეყანაზე ღმერთი მის ლოცვა ვედრებას და მის შუამდგომლობას როგორ ითვალისწინებს იგის თავისი ძის საყდართან წარგვადგენს ანუ სიკვდილის შემდგომ როგორც საყვარელ შვილებს და შევედრებს მას რათა თავისი ზეციური სამოთხის სავანეში დაამკვიდროს ჩვენი სულები ამინ შეგვეციოს დედა ღვთისმშობელი ფარავდეს გვაკურთხოს და ისევ და ისე მისი მეუხება არ მოკლოდეს და იმედი გქონდეს
ღვთისმშობლის. და როდესაც გვინდა ღვთისმშობლის მეუხება, გავიმეორებ იმ სიტყვებს, რომ დამჯერნი ვიყო და შემასრულებელი თავისი ძის სიტყვებისა და მცნებებისა, რომ მართლაც ღირსი შევიქმნათ, რომ ღვთისმშობელმა წყალობა მოგცეს. თორე ხშირად ვაამბობთ, რომ ღვთისმშობელი, მაგრამ ჩვენი ცხოვრება საერთოდ ზურგს ვაქცევთ ჩვენს არწმუნოებას, ღვთისმშობლის ცხოვრებას, მაცხოვრის სწავლებას და აბა რაღა მოიმედენივათ რაიმე წყალობისა. არამედ ვიყო და ვიცხოვროთ ისე, როგორც შეეფერება ნამდვილ ქრისტიანს, როგორც შეეფერება დედა ღვთისმშობლის განკაცებული ძეღმერთის ნამდვილ შვილებს და მისი სწავლების მოყვარულებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხო და გაგაძლიეროთ. ჩვენთან არის ღმერთი.